ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ფუნქცია არის ეს 3D რეგულირება. ოღონდ აქაც ბევრი ნიუანსია და მინდა რომ ეხლა ეს ყველაფერი გავიაროთ. მოკლედ საუბარი არის აი ამ ხრახზე, რომელიც ძირზე არის და საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი, რომ უკვე დამონტაჟებული ფასადის ზევით და ქვევით ვამოძრავოთ. აი ეს ხრახნია, აქ ჩანს როგორ მოძრაობს, ასე ვთქვათ, სარეგულირო წერტილი. ხო, აქვე მოდი იმასაც შევეხოთ, სანამ დეტალურად გავუვლით, ანუ უფრო მარტივი ვარიანტი, ასე ვთქვათ, ამ რეგულირებისა როგორი არის, აი დავუშვათ, ეს არის ანუ ამჟამად არა 3D ძირით, ანუ ამ შემთხვევაში რა გვჭირდება? ანუ აქ ფიქსირდება ხრახნები, ამჟამად ხელით ვამოძრავებთ ზევით ქვევით და მე ვუჭერთ უკვე საბოლოო მონტაჟისთვის ხრახნებს. ნუ ეს ანუ იგივე თუნდაც ხელოსნის კომფორტისთვის ნაკლებად კომფორტული არის. ამიტომ უფრო მოთხოვნადი გახდა და იდეაში სწორიც არის ეს 3D რეგულირების ამჟამად. მაგრამ აქაც გვაქვს ნიუანსები. მოკლედ, ხშირად მსმენია მომხმარებლებისგან და იყო ესეთი თემა, რომ რეგულირების მერე დავუშვათ ჩვენი ანჯამები რეგულირების მერე ირევა. ოღონდ, როცა გამოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც მომხმარებლები ყურადღებას არ აქცევდნენ. ნახეთ რა ხდება. სწორი მონტაჟი როგორ არის ამ ანჯამის, ანუ ვაფიქსირებთ ძირს, ანუ მე ხრახნით ვარეგულირებთ სიმაღლეში და აუცილებლად ჭირდება მესამე ხრახნის დამატება, რომელიც უკვე გასწორებულ ანჯამას კონკრეტულ პოზიციაში აფიქსირებს. თუ ამას არ გავაკეთებ და აქ ხრახს არ დაუჭერთ, ანუ ბუნებრივია, რომ რაღაც დროის მერე ეს ყველაფერი აირევა. დავუშვათ, იგივე ბაზარზე გავრცელებულ ანჯამებსაც 3D ძირით, ანუ აქვს მსგავსი ფუნქცია, ანუ ზევით ქვევით რეგულირების და ასევე იდეაში აქ მესამე ხრახნის წერტილი, რომელთაც უნდა დავაფიქსიროთ. მაგრამ, ნახეთ, აქ რა მივიღეთ? ანუ იმითიდან გამომდინარე, რომ ეს ანჯამა არის შედარებით დაბალხარისხიანი, ანუ რეალურად არის გაკეთებული რა? პრინციპი თითქოს არის იგივე, ანუ 3 ხრახნი გვაქვს, მაგრამ თუ გადმოვატრიალებთ და შევხედავთ, გამოჩნდება, რომ ეს მესამე ხრახნი დანარჩენ ძირთან საერთოდ არ არის კავშირში და აქ ანუ ხრახს დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ, ანუ ეს მის არევაზე არ მოახდენს გავლენას, იმიტომ რომ რეალურად არ აფიქსირებს ეს ძირს. და იმის გამო რომ ეს ფიქსატორი არ არის, ნახეთ რა ხდება, ანუ ეს სარეგულირო მოძრაობს ბევრად უფრო რთულად, იმიტომ რომ აქ ფიქსატორის ფუნქცია არ გვაქვს და ამ მოძრაობის სირთულე უნდა დავაფიქსიროს ამჟამად პოზიციაში. რა თქმა უნდა, არევას აქაც მივიღებთ, ოღონდ რაღაც დროის მერე, იმიტომ რომ რთულად მოძრაობს. ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენი ანჯამის შემთხვევაში, ანუ მოძრაობს მარტივად, იმიტომ რომ აქ ანუ რეგულირება უნდა გვიმარტივდებოდეს და მერე უნდა ვაფიქსირებდეთ ხრახნით. ანუ თითქოს რაღაცა, ანუ რა შეუკვეთე რა ჩამოვიდას თემა არის, ანუ თითქოს პრინციპი იგივე აქვს და სამონტაჟო ხრახნი აქვს, მაგრამ ეს ასრულებს ფიქსატორის ფუნქციას, აქ უბრალოდ ბუტაფორია არის. იგივე თუნდაც დავუშვათ სხვა ანჯამების შემთხვევაში, ანუ გვაქვს 3D სარეგულირო და უკანა მხარეს, ანუ ფიქსატორი წერტილი მაინც და მაინც კონკრეტულ ფუნქციას არ ასრულებს. და ეხლა მოდი ეგეც ავხსნათ, რახან ბევრი ვისაუბრეთ და ახლა კადრი დაგჭირდება. ნახეთ, აი ეს ადგილი, სადაც ხრახნი ამ ანჯამას ხრახნი უნდა დაეჭიროს. ანუ ესეთი პატარა შებრტყელებული ფორმა აქვს და როგორც კი ხრახნი დაეჭირება და ამას მოჭიმავს, ანუ ეს დეტალი ბრტყელდება და უკვე კეტავს ანჯამას ერთ კონკრეტულ წერტილში, რომლის მერე აღარ უნდა აირიოს.